მეგობრებო, ესეთი გაშლა უნდა შემოგთავაზოთ. ეხლა ბევრი ვიფიქრე, რა გავშალოთ თქო. დაუცებ მომივიდა ესეთი აზრი. რას გთავაზობთ? სამყარო, ბედი, ღმერთი, თქვენი საოცრები, თქვენი ანგელოზები, ყველა ერთად რას მეტყვის ახლა, რა ინფორმაციას მომცემს, გაგანდობთ აუცილებლად და გეტყვით. რას გიმზადებთ ცხოვრება, მოდი ესე ვთქვათ, ორი სიტყვით. უახლოეს 1 წლის ვადებში, ვინაიდან ახალი წლის დასაწყისის წინადღეები გვაქვს. ახალი წელი შემოდის ჩვენ ოჯახებში და იმედია მშვიდობით და ბედნიერად შემოვა ყველას ოჯახში და ღმერთი იყოს ყველასი თქვენი მფარველი, აბსოლუტურად ყველასი, ყველა ძალიან მიყვარხართ. ძალიან გთხოვთ გამოწერას, გაზიარებას, მოწონებას, კომენტარებს, არც ერთი არ დაგეზაროთ ხოლმე, თუმცა ჩემ გამომწერებს ერთგულად რომლებიც მიკომენტარებთ და მილაიკებთ, ყველას უღრმესი მადლობა. პირადი გაშლებისთვის მეგობრებო, გადმოდით ჩემ გვერდზეა ტელეგრამის გვერდი და გაცნობთ ყველაფერს იქ. რას გიმზადებთ სამყარო? ვინ ხართ თქვენ? მოდი გავიგოთ ჯერ, რომ მიხვდეთ რამდენად თქვენზეა ეს გაშლა. თუ თქვენზე არ არის ეს გაშლა, მაინც ლაიკები არ დაგეზაროთ. კარტი ვარდებოდა, გადავღუნე. დაჭერით 4-იან პენტაკლია ეს კარტი. თქვენ ხართ ცოტა ძუნწის ენერგიებში ახლა, არ ვიცი, სიტყვა ძუნწი ადამიანი ხართ, ემოცია ძუნწი ადამიანი ხართ, რაღაცას ძუნწობთ ფინანსებთან მიმართებაში, მოყუჩებული გაქვთ ესეთი პატარა ქისა გაქვთ თქვენი, რაღაცას თითო ლარს ყულაბასავით ესე აგროვებთ, რაღაცისთვის აგროვებთ, არ ვიცი, ბინის შესაძენად, მანქანის შესაძენად, მობილურის გასაახლებლად, აგარაკის შესაძენად, გასარემონტებლად სახლის, ყველას თქვენი გაქვთ, ახლა აღარ ჩამოთვლი, რაღაცას აგროვებთ, ასე ვთქვათ, თქვენი ნადავლი გიჭირავთ. ხელში და ისე არ არის, რომ საერთოდ უფულო ხართ და არ გაქვთ არაფრის საშუალება, ვერ ვიტყოდი ამ ყველაფერს ფინანსური მხრივ, მაგრამ ცდილობთ, რომ ზედმეტი ხარჯებისგან, ასე ვთქვათ, თავი შორს დაიკავოთ, ზედმეტად არ გაფლანგოთ, თქვენი ხელფასი იქნება ეს თუ პრემია იქნება თუ რაღაც შემოსავალი, რაც გაქვთ ოჯახის, ასე ვთქვათ, რაღაცები ცოტ-ცოტა მაინც გადადოთ იქითკენ, რისკენაც თქვენი გული ისწრაფვის, რაც გინდათ, რომ შეიძინოთ, ასე ვთქვათ, რისთვისაც აგროვებთ ამ თქვენ დანაზოგს. ეხლა ხართ ცოტა ხუთიან ხმლის ენერგიებში, ნაჩხუბარ ენერგიაში, შეიძლება ვიღაცას ეჩხუბეთ, არ ვიცი რატომ მომდის ასე, მაგრამ შეიძლება უბრალოდ პირდაპირ გაგებით მეზობელი მომდის ინფორმატიულად და რაღაც ნაწილმა მართლა მეზობელთან შეიძლება რაღაცის გამო კონფლიქტი გქონდათ, აღარ დავაკონკრეტებ, რომ ამ 10 წუთში მოვასწრო უფრო მეტი ინფორმაციის მოცემა, ყველას თქვენი გექნებათ, რაღაცა ჩხუბის და აგრესიის ენერგეტიკა გაქვთ. ვიღაცასთან იჩხუბეთ, ეს არის კარტი, რომელშიც გამარჯვებული მხარე არ არსებობს საერთოდ, თუ იჩხუბეთ და ერთმანეთს ესეთი სიტყვები ნათქვამი იქნა გულის მტკენელი, ასე რომ ვთქვათ, არც თქვენ და არც ის მხარე კმაყოფილი ამ ნათქვამის სიტყვებით არ დარჩით. არც ერთი მხარე არ არის გამარჯვებული, აგრესიული ენერგეტიკა, შეუთანხმებლობა, კონფლიქტია, რადგან ვერ დუეტში იყავით, რაღაცას ერთად აწარმოებდით, რაღაცას ერთად თესავდით. ეს შეიძლება იყოს როგორც თქვენი მეუღლე, ელემენტარული, რომ რაღაცა ოჯახის საფუძველს თესავდით, ხსრდიდით, თქვენი შვილების სახით, რაღაცა მომავალს გეგმავდით, რაღაცას აკეთებთ ამ ადამიანთან ერთად. შეიძლება სამუშაო რეჟიმი იყოს, ამ ადამიანთან მუშაობთ, შეიძლება მართლაც მეზობელი იყოს უბრალოდ ისთან ერთადაც რაღაცა კარმიდამოს მიხედვის ელემენტარულად პირდაპირ გაგებით ერთად აწარმოებდით და რაღაცა ვერ გაიყავით, ვერ შეთანხმდით რაღაცაზე ასე ვთქვათ, კონფლიქტურ სიტუაციაში ხართ, ასევე შეიძლება იყოს არა მხოლოდ თქვენი მეუღლე, თქვენი პარტნიორიც კი, რომელთან ერთადაც რაღაცა საწყისი რეჟიმი გქონდათ ურთიერთობის და გაქვთ, სადაც უკვე რაღაცა მცენარე დათესილია თქვენ ურთიერთობაში, რაღაცა გრძნობა არის ჩადებული, რაღაცა ემოცია, მოძრაობა ამ ურთიერთობაში ორივე მხრიდან, ეს არის დუეტში მუშაობის რეჟიმი. მაგრამ ცოტა კონფლიქტურ სიტუაციებში ხართ. პირდაპირ გადავდივარ, დრო რო აღარ ხარჯო, ენერგეტიკას თუ ატყობთ, რომ თქვენია ეს გაშლა, უყურეთ მაშინ. რას გთავაზობთ? ცხოვრება რა მოდის თქვენ ცხოვრებაში? გავიგოთ.
მისთვის. პირველ რიგში ვისთანაც ურთიერთობა ქონდა დასამარებული. ეს ადამიანი თქვენი ცხოვრებიდან მოიშორეთ, დაასრულეთ 10-იან ხმლით ურთიერთობა, გამოიგლოვეთ უკვე, ასე ვთქვათ, ამ ურთიერთობის ტკივილი ყველანაირად გადააგორეთ, ასე ვთქვათ, გულიდან და დამარხეთ, დაასაფლავეთ და შეიძლება ვერ დაივიწყეთ ყველამ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გამოიგლოვეთ ეს ურთიერთობა, ეს ადამიანი გამოვა თქვენთან კონტაქტზე, თქვენ ცხოვრებაში, გამოჩნდება უახლოეს 1 წლის ისეთი პერიოდი გვაქვს აღებული, აგრესიული ენერგეტიკით, ჰაერისტიკის პრინცია წარმოდგენილი, ეს არის პრინცი შპიონი, რომელიც გაკვირდებათ, რომელიც აგრესიულია, რომელიც ეჭვიანობის ენერგეტიკაშია, რომელსაც ჩხუბის ენერგეტიკა მომარჯვებული აქვს, ასე ვთქვათ, და არ გენდობათ, ეჭვიანობს, აგრესიულია, როგორ მიმატოვე, როგორ არ გამოდიხარ კონტაქტზე, როგორ შეგიძლია უჩემოთ ცხოვრება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ადამიანი გამოჩნდება თქვენ ენერგეტიკაში, შეიძლება იყოს ასაკით შედარებით პატარა ვიდრე თქვენ ბრძანდებით, რაღაცა უფრო ისეთია. ჰაერის ენერგეტიკაშია, ცეცხლი არა, უფრო ისეთია, ხმალს იქნევს უაზროდ, ჩხუბს და შარს ეძებს, ასე ვთქვათ, ასეთი ტიპაჟი გამოვა თქვენთან კონტაქტზე და რაღაცა მოსავალს მიიღებთ ამ ადამიანისგან. ფინანსური მოსავალი იქნება თუ საჩუქარით მოვა თუ რაღაცას, რაზეც მუშაობდით ამ ადამიანთან, იმ ურთიერთობაზე, იმ საუბარზე, იმ თუნდაც თუ ეს ის ადამიანია კონფლიქტური სიტუაცია, ვისთანაც გაქვთ, ამის მოსავალს მოკრიფავთ, ასე ვთქვათ, ამ ყურძენს, ამ რთველს, ამ ფინანსებს, ცხრიან პენტაკლი, ეს არის ძალიან კარგი ფინანსური წარმატების კარტი, არ ვიცი, შეიძლება კონფლიქტი გქონდეთ ფინანსებთან დაკავშირებითაც ამ ადამიანთან გქონდათ და ასე ვთქვათ, გამარჯვებული ამ სიტუაციაში გამოდიხართ თქვენ და აი ამ თქვენ ლუკმას, გემრიელ, ასე ვთქვათ, სუყე ფინანსურ ლუკმას მიიღებთ ყველა ვარიანტში. ეს არის თქვენი, ასე ვთქვათ, ახალი ამოცანა ცხოვრებისეული, რომელიც ეხლა გრღნით უკვე გულში და აი ამ ფინანსებზე და აი ამ კონფლიქტზე ძალიან ბევრს ზრუნავთ და ფიქრობთ, უმეტესად უკვე უნდა ხვდებოდეთ ვიზე არის საუბარი ამ სიტუაციაში. სხვა დანარჩენებისთვის კიდევ რა მოდის თქვენ ცხოვრებაში. 7-იან თასი, პენტაკლის დედოფალი და 6-იან ჟეზლი, ეს არის გამარჯვების კარტი. ეს არის თქვენი ოცნებების კარტი, რომელიც პეპლებივით და თავში სუგიტრიალებთ და ემოციურად ძალიან კარგ აღმაფრენის ტალღაზე გაყენებთ, ნახეთ როგორი გახარებულია ამ ემოციებით გოგონა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს არის 7-იან თასი არის ზედმეტად ვარდისფერი სათვალეები და ზედმეტი დადებითი ყურება და დანახვა, ესე გაწყობს და ესე გინდა რომ ზედმეტად აღფრთოვანებული ხარ და ზედმეტად დადებით პლუსებს აწერ ამ სიტუაციას. ფინანსებთან დაკავშირებით გამოდიხართ, ერთი ვარიანტი იქნება ფინანსურად წარმატებულ ქალად, ვისაც ქალი მამაკაცი თქვენზე მიიღეთ, ორივესთვის არის გაშლა. ფინანსების ასეთ კარგ სკივრს თუ რა ქვია, ამას გახსნით, თქვენი ფინანსი გექნება, თქვენი ასე ვთქვათ, რაღაცა პატარა ჯეკპოტს მოხსნით, რაღაცა ლატარიის თამაშისკენ თუ მიგიწევთ გული, ითამაშეთ ხოლმე, იმიტომ რომ შესაძლებელია მოგება ამ კარტით, ფინანსურ წარმატებას მიაღწევთ, ბიზნესის შექმნას თუ ეხება და თქვენი საკუთარი საქმის გახსნას, წარმატებას მოგიტანთ, ეს ყველაფერი თუ გეგმაში გაქვთ, მიაწექით, პირდაპირ გეტყვით ამ საქმეს, გამარჯვებული გამოდიხართ 6-იან ჟეზლით ამ სიტუაციაში და ნამდვილად იმ ფინანსებს მიიღებთ და იმ წარმატებას, რა ენერგეტიკასაც ჩადებთ და არ დაგეზარებათ, ასე ვთქვათ, ამ მიმართულებით თქვენი ენერგიის ხარჯვა. ფინანსები და ენერგოცვლა, ფინანსებთან დაკავშირებით გექნებათ მამაკაცის მხრიდან ძალიან კარგ ვარიანტში წარმოდგენილი, ასე ვთქვათ, ენერგოცვლა, მამაკაცი გეყოლებათ ისეთი სამუშაო სფეროში სუგულისხმობ ამ შემთხვევაში, ვინც ამოგაგაჩინებთ, არ ვიცი, ფინანსურად დაგეხმარებათ, რაღაცნაირად მიმართულებას მოგცემთ, დაგიდგებათ მოკლედ გვერდში ისე, როგორც საჭიროა და აი იმ დახმარების ხელს, რაც მინიმუმი, რაც დაგჭირდებათ ყველა ვარიანტში ამ ადამიანს იშოვით და გეყოლებათ სამყაროსგან მოვლენილი, ვინც მარჯვენას გამოგიწოდებთ, ასე ვთქვათ, ღმერთისგან მოვლენილი ასეთი პიროვნება და საბოლოო ჯამში გამარჯვებული იქნებით, როგორც გითხარით უკვე. კიდევ დანარჩენებისთვის რა მოდის, მოვასწროთ. ტრანსფორმაცია სიკვდილის არ შეგეშინდეთ, ეს კარტი არის დიდი ტრანსფორმაციის კარტი, რომელიც მოგიტანთ ცნობებს სასიხარულოს, ჰაერის ინფორმაციით მოდის ძალიან სასიხარულოს სწრაფი ცნობები,